დასაქმების ფორუმი ტურიზმის სექტორში მუშაობის მსურველთათვის დაინტერესებული პირებისთვის შეხვედრა სასტუმრო შერატონმა დაგეგმა. მენეჯმენტმა პრეზენტაციებით და სამუშაოს მაძიებლებთან პირისპირ კომუნიკაციის ფორმატში შეხვედრა აჭარის დასაქმების სააგენტოსთან თანამშრომლობით გამართა. მსურველებს საშუალება ჰქონდათ კონკრეტული მიმართულების ხელმძღვანელებისგან უშუალოდ მიეღოთ ინფორმაცია სამუშაო პირობებზე, განვითარების პერსპექტივებსა და მათთვის საინტერესო კითხვებზე. განცხადებების გაკეთება შესაძლებელია როგორც სეზონურ, ისე გრძელვადიან ვაკანსიებზე. ყველა დეპარტამენტის ხელმძღვანელი აცნობს საინფორმაციო ტურს უკეთებს ერთგვარს მსურველებს, რათა გააცნონ რა კარიერულ პერსპექტივები ექნება მათ დეპარტამენტში მუშაობის შემთხვევაში და რა ბონუსებს მიიღებენ ისინი ამის სანაცვლოდ. დასაქმების სააგენტო მხარს უჭერს მსგავსი ტიპის მასობრივი შეხვედრების ორგანიზებას, ამ შემთხვევაში აღნიშნული შეხვედრა შერატონის ორგანიზებით და სააგენტოს თანამონაწილეობის განხორციელდა და წარმატებას უსურვებ. თავარი არის კვლავ აღნიშნოთ, რომ სამუშაოს მაძიებლების პასუხისმგებლობის პრობლემა, რომელიც გვაქვს, ან ის, ვინც ეძებს რეალურად სამუშაოს, ხო, მას აქვს შესაძლებლობა მიიღოს მონაწილეობა, პირისპირ გაესაუბროს. ჩვენ დღევანდელი შეხვედრა იწვევს ყველა დასაქმების მაძიებელს, ვისაც აქვს სურვილი დასაქმდეს ჩვენს კომპანიაში, ჩვენს სასტუმროში, ეძლევა ნებისმიერ მსურველს გაიაროს რეგისტრაცია, გაეცნოს ვაკანსიებს, შეხვდეს უშუალოდ განყოფილების ხელმძღვანელებს, ჩვენ პარტნიორობთ სხვადასხვა დაწესებულებასთან, კოლეჯთან, დასაქმების სააგენტოსთან, რომლებიც თავის მხრივ ხელს გვიწყობენ გაავრცელონ ინფორმაცია კანდიდატებს შორის იმისთვის, რომ მივაწოდოთ უფრო მეტი ინფორმაცია, მოვიზიტოთ უფრო მეტი კანდიდატი, ეს იქნება როგორც სეზონური, ასევე არასეზონური ვაკანსიები. ფორუმის შესახებ გავიგე სოციალური ქსელის საშუალებით და აქ მინდა დავფუძნე, რადგან მართლაც თავის საქმის პროფესიონალები მუშაობენ აქვს და მე პირადად დავინტერესდი სარესტორნო მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე, რაც საშუალებას მომცემს, რომ შემდგომაც განვითარდე ამ სფეროში.